არტემის მეორის ეკიპაჟმა ხუთშაბათ ღამით ძრავები ჩართო და მთვარისკენ გაემართა. სამმა ამერიკელმა და ერთმა კანადელმა საბოლოოდ გაწყვიტა ჯაჭვი, რომელიც პროექტ აპოლოს შემდეგ კაცობრიობას დედამიწის გარშემო აკავებდა. ხომალდი ორიონი დედამიწის ორბიტიდან დაგეგმულ დროს გავიდა და მთვარისკენ აიღო გეზი. ეს კენედის კოსმოსური ცენტრიდან სტარტის აღების შემდეგ 25 საათში მოხდა. ხომალდიდან პირდაპირ ეთერში საუბრისას ეკიპაჟის წევრებთან, პილოტ ვიქტორ გლოვერთან და მისიის სპეციალისტებთან, კრისტინა კოხთან და ჯერემი ჰანსენთან ერთად მეთაურმა რიდ ვაიზმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რამხელა შრომა დგას მისიის უკან. მანვე ეკიპაჟის წევრებთან ერთად 1 აპრილს დაწყებული მისიის ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდებზე ისაუბრა. პირველ რიგში ყველას გვინდა და ოჯახები მოგვიკითხა, რადგან დედამიწიდან საკმაოდ შორს ვართ და მათთან დაკავშირება ჯერ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დაახლოებით 1 საათის წინ იყო ერთი მომენტი, როცა ჰიუსტონის კოსმოსურმა ცენტრმა ჩვენი ხომალდი ისე შემოაბრუნა, რომ მზე დედამიწის უკან ჩადიოდა. არ ვიცი რის ნახვას ველოდით იმ მომენტში. პოლუსიდან პოლუსამდე მთელი პლანეტა ჩანს. ჩანს აფრიკა, ევროპა და თუ კარგად დააკვირდებოდი, ჩრდილოეთის ციელსაც კი დაინახავდი. ეს ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იყო და 4-ვე ადგილზე გაგვაშეშა. ფიქრობ ის, რამაც ყველა გაგვაოცა, იყო ეპიზოდი, როცა ამაჩქარებლები ჩაირთო და პლატფორმა დავტოვეთ. ეს დაუჯერებელი მომენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამას ელოდები, მაინც სრულიად გაოცებული ხარ. მე ასე ვიყავი და სახეზე უბრალოდ უზარმაზარი ღიმილი მქონდა. დედამიწის წარმოუდგენელი ხედები ვიხილეთ. მთელი პლანეტა ვნახეთ ერთ ბანჯარაში. იმის ცოდნა, რომ მალე იგივე ფორმით მთვარეს ვნახავთ, კიდევ უფრო მახარებს. ვიცოდი რაც გველოდა, მაგრამ არაფერი გამზადებს იმ თვალწარმტაცი სანახაობისთვის, როცა საკუთარ პლანეტას ერთ მხარეს დღის სინათლეში, მეორე მხარეს კი ღამით მთვარის ნათებითა და დაისის სხივებით ხედა. და იმის ცოდნა, რომ ასეთივე ხედები გვექნება მთვარეზე უბრალოდ ძალიან აღმართოვანებს. შემდეგ კი შინ დაბრუნება. ახლა გასვლის ფაზაში ვართ, მაგრამ მალე უკან დედამიწისკენ მოვბრუნდებით. ესეც დიდი მომენტი იქნება. პირველ რიგში ამას ვიტყოდი, გვერწმუნეთ, თქვენ საოცრად გამოიყურებით, მშვენიერები ხართ და ზემოდან ერთმთლიანობად ჩანხართ. ჩვენ ყველა ჰომო საპიენსები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ ან როგორ გამოიყურებით, ერთი ხალხი ვართ. ადამიანების დიდ მიღწევებს მთვარეზე გაფრინას რომ ვეძახით, ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს გვაერთიანებს და გვაჩვენებს რისი გაკეთება შეგვიძლია. როცა განსხვავებებს კი არ უმალავთ, არამედ მათ ვაერთებთ და მთელ ძალას რაღაც დიდი შესაქმნელად ვიყენებთ. ვაიზმენი, გლოვერი, კოხი და ჰანსენი მთვარეს შაუფრენენ, შემდეგ კი დედამიწისკენ შემობრუნდებიან და წყნარ ოკეანეში დაეშვებიან. ამ პროცესში ისინი გახდებიან ასტრონავტები, რომლებიც დედამიწიდან ყველაზე შორს გაფრინდნენ და აპოლო 13-ის მიერ 1970 წელს დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებენ. ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი უკვე შევიდნენ ისტორიაში, როგორც პირველი შავკანიანი, პირველი ქალი და პირველი არაამერიკელი ასტრონავტები, რომლებიც მთვარისკენ გაემართნენ.